რო გითხრათ, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ იმ ქმედებისთვის, რაც თქვენ წავწერეთ. მე მოსამართლე არ ვარ და მაგას მე ვიაგებ. პოლიციელი ხართ და შეგიძლიათ რომ გულწრფელად გით. როგორც მოქალაქე. გულწრფელად გიტყვით, ახალგაზრდა ბიჭია და იქით რამე არ უნდა გაეკეთებინა და გულწრფელად ადამიანურად მეცდება რომ ამდენი წელი ციხეში უნდა იყოს. და მისი ქმედება არის ეს, მისი ჩადენილი ქმედება და შესაბამისად სასამართლო არსებობს და მიიღებს გადაწყვეტილებას მაყურებელს. როგორც თქვენ ახსენეთ, მათემ აღნიშნა რომ შეეშინდა და საერთოდ მოიცა. შეეშინდა, მაგრამ მიზეზი არ ქონდა შეშინების ფიზიკურად, იმიტომ რომ მასთან არც ერთი პოლიციელი შემხებლობაში არ ყოფილა, საერთოდ არანაირი აგრესია პოლიციის მხრიდან არ ყოფილა და შიშის მიზეზი ნამდვილად არ ქონდა. არ ვიცი ადვოკატი რას ამბობს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ არანაირად იქნებოდა. მე მათესთან რა შემხებლობაც ქონდა, აი ერთი წუთით, აქ განვიხილოთ, ხო? მე ვიყავი სასამართლო პროცესზე. მე ვიმყოფებოდი სასამართლო პროცესზე, მე გამოვიკითხე და ჩემს საკითხზე ვისაუბრე. კონკრეტულად მე ბატონ მათესთან არანაირი შემხებლობაში არ ყოფილა. იდგა ჩემგან 2 მეტრის დისტანციით. ვცდილობდი ნიკანორ მელიასთან ვისვას, იმიტომ რომ ჩემ თანამშრომელთან ქონდა რაღაც დაპირისპირება, ვცდილობდი მაგ დროს, მაგრამ როდესაც მივდიოდი არ მაცადა ამ ადამიანმა გადამარტა ხელჯოხი, დროშის ჯოხი იყო ის დროშა ზედ არ ეკეთა. მე შემხელობა, როდესაც ქონდა უკვე დეპარტამენტში, ვკითხე უბრალოდ ადამიანმა, რომ რატო გააკეთა მსგავსი ქმედება. მიპასუხა, რომ შემეშინდა და მიზეზი არ ვიცი ნამდვილად ეხლა. თქვენს კოლეგასთან არტყა მანამდე, ხო? და ამიტომ ჰქონდათ რეაქცია და დიახ, ამ დროს რეაქცია მქონდა, გავიხედე და ამ დროს თქვენ კოლეგას რა შემხებლობა ჰქონდა, რა იცით? არანაირ ჩემს უკან პოლიციელები ვიყავით უკან. აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ ერთი წინ. კითხვაც მაქვს. საქმის აღძვრა როგორ მოხდა? თქვენ მიმართეთ რომ თქვენზე მოხდა თავდასხმა? ეგ საგამოძიებო საკითხებია და მას თქვენ მიმართეთ რომ უნდა დამგარიყო და მე სასამართლო ოქმი არ შემიდგენია. იცით რა მინდა გითხოთ, იმ დღეს პოლიცია აგრესიული არის მელიქაშვილის გამზირზე. ჩვენ ნახეთ კადრები, როგორ ძალადობდა შიშის მიზეზი არ ყავს. ორივე კოლეგამდე აღსურეთ.